Ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ ახალ 2025 წელს. Кто когда будет смотреть передачу новым 2025 годом. Я счастлив называть большинство вас своими соотечественниками, потому что живу в რადგან 12 წელზე მეტია ვცხოვრობ და ვარ საქართველოს მოქალაქე. ვილოცავ მორწმუნე 100,000-ობით ადამიანს, ვინც ოცნებობს უკეთეს ცხოვრებაზე ევროპულ საქართველოში. შვილების, მშობლებისა და საკუთარი თავისთვის. და ვინც ოცნებობს საკუთარი ქვეყნისადმი პატივისცემაზე, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე ლამაზია თავისი ხალხით, მათი გულებით, ბუნებით. და ამიტომ დარწმუნებული ვარ, როგორც ყოფილი პოლიტიკოსი და სამჯერ დეპუტატი, მერი და ვინც გინდათ, უნდა იცხოვრონ უფრო ბედნიერად და მდიდრულად, ვიდრე სხვა ქვეყნები, ევროპა და ამერიკა. დღეს ეს მიუწვდომლად გეჩვენებათ, მაგრამ სინამდვილეში თქვენ მხოლოდ რამდენიმე წელი გაშორებთ უკეთეს ცხოვრებას, რომელსაც თქვენ იმსახურებთ. ამიტომ თქვენ უნდა გინდოდეთ, მოისურვოთ, უფალს თხოვოთ და რა თქმა უნდა მონაწილეობა მიიღოთ თქვენი ქვეყნის ცხოვრებაში. იმ 73 წლის განმავლობაში, რაც ვცხოვრობ, მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ შეგიძლიათ ჩემი, როგორც თქვენი კარგი ნაცნობის, მეგობრის, არ ვიცი, არ მინდა თავს მოხუცი ვუწოდო, ან ბაბუის იმედი გქონდეთ. ერთი სიტყვით, როგორც კეთილი ადამიანის, რომელიც ღვთისწყალობით მოდის, გრძნობს ზღვის ტკივილს და ოცნებობს, რომ გული აჩუქოს ყველას, ვინც იტანჯება. სამწუხაროდ, მთელ საქართველოს ვერ დავეხმარები, მაგრამ ერთად ამას შევძლებთ. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ ყველას, ვინც მოგუმართავს. დღეს კი ჭიქას ავწევ საქართველოს ყველა ადამიანისთვის და არა მხოლოდ მდიდრებისთვის, არამედ უპირველესად მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება. ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მოკრძალებულად გავატარე. მაგრამ შემდეგ უფალმა გამომიგზავნა 40 წლის ასაკში მეტი დიდება, ძალაუფლება და ფული ვიდრე ნებისმიერ სხვა ადამიანს. მე არ ვიცი. ვფიქრობ დედამიწაზე ასეთი ადამიანი ვარ. ყოველ შემთხვევაში იმაზე მეტი ვიდრე საქართველოში ან უკრაინაში, ან სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, არა თანამდებობის პირებს შორის. ისინი დღეს ყველაზე მდიდრები არიან ყველა კორუმპირებულ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. რა ვქნათ? ჩვენ თვითონაც ვართ დამნაშავე რაღაცაში. რადგან კორუფცია მხოლოდ მათ ამდიდრებს. მაგრამ ისინი ვერასდროს მიაღწევენ იმ სიხარულს, რომლითაც უფალმა დამაჯილდოვა უცხო ადამიანის მიმართ თანაგრძნობისთვის. მე ყოველთვის მათ გვერდით ვარ, ვინც თავს ცუდად გრძნობს. ეს არის ჩემი სულის მდგომარეობა. ხედავთ, მე ბედნიერი ვარ და არ ვგავარ 73 წლის ბაბუას, იმიტომ რომ გულით ახალგაზრდა ვარ. ვთქვები ჩემი ცხოვრების თითოეული დღით, როდესაც ვახერხებთ ვინმესთვის რაიმე კარგის გაკეთებას, ბავშვის დასაჩუქრებას, მოხუცების მიმართ პატივისცემის გამოხატვას სხვადასხვა საჭირო ნივთით. ვკურნავთ ვინმეს ფატალური თუ არა სასიკვდილო დაავადებებისგან. ან ჩუქნით მხედველობას. უფალო, რა არ გააკეთა ჩემმა ფონდმა 12 წლის განმავლობაში. ასე რომ ამ მშვენიერ საახალწლო დღესასწაულზე ყოველ დღე ვთხოვ უფალს, რომ თქვენი გულები უფრო და უფრო შეაღოს.
ეს მიზანი ჩემს თავსაც დავუსახე. ჩემი სული კი მან უკვე გახსნა. სამწუხაროდ მთელ საქართველოს ვერ დავეხმარები, მაგრამ ერთად ამას შევძლებთ. იმიტომ რომ ვინც თავს ცუდად გრძნობს, მას არავის იმედი არ აქვს, მხოლოდ საკუთარი თავის. მეც თქვენს გვერდით მიგულეთ. კიდევ და კიდევ ავწევ ჭიქას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და ყველა იმ ქართველისთვის, ვისაც უყვარს სამშობლო და მასში მცხოვრები ხალხი. სამწუხაროდ ბევრი მათგანი სხვადასხვა ქვეყნებშია მიმოფანტული და ყველა დაბრუნდეს სამშობლოში და ყველა იყოს ბედნიერი. ლეონიდ ჩერნოვეცკი. გილოცავთ ახალ წელს, მეგობრებო.